გესალმებით, რომ დავიწყოთ შეფასებით, თქვენ როგორ ხედავთ და როგორ აფასებთ იმ პროცესებს, რაც ბანკისში ვითარდება დილიდან? მოგესალმებით, უპირველეს ყოვლისა, ყველანაირად განვიცდით ჩვენ ამას და მოუწოდებთ ბანკისის მოსახლეობას, ჩვენს ძმებს, ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს მოქალაქეებს, რომ ემოციებს არ აყვნენ, თუმცა მე მათი ემოციების მესმის. ასევე მოუწოდებს სპეცდანიშნულების რაზმელებს, რომლებიც მე ვფიქრობ, ვერც კი მიხვდნენ, რისთვის იყვნენ ისინი იქ მოულოდნელად აყვანილი და გამოძახებული, მათაც მოუწოდებ მეტი სიმშვიდისკენ. და საერთოდ ეს ჩაჩნების გაერთიანება მე დღევანდელ ხელისუფლებას გულისხმობ, რასაც ჩადის თვითონ არ იცის. რას ჩადიან, თვითონ არ იციან. ეს არის, არ ვიცი, პიროვნული ხარაკირი, პოლიტიკური ხარაკირი თუ ისე არიან გაწუწკებული თავიანთ ბიზნესმენების გამდიდრებაზე, რომ ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორმე მათი ინტერესები ხლეობას არ კითხონ. სჭირდებათ მათ ის პროექტები თუ არ სჭირდებათ. საერთოდ, როდესაც მოსალაპარაკებელ ქუჩებში, ან სემსადენი გაზი რო გაუშვეს, იქ რა ეფექტი ექნებოდა, ან რატო იყო ეს საერთოდ საერთოდ არ იყო ეს საჭირო და საერთოდ ჩვენ დაუკვირდეთ დღევანდელი არაპროფესიონალი ამ გადაწყვეტილებები სპეცნაზის დემორალიზაციას და რა ვიცი დეკვალიფიკაციას და როგორ კუდამოძუებული გამოიყვანეს იქიდან. ახლაც დაიმახსოვრეთ რისთვის აიყვანეს სპეცნაზი ასევე გავალებებით ის რა სპეცნაზელი იქნება. ეხლა მეორე აღარა თქვენ არ იყავით რომ მიიღეთ და ჯარი შედეგები უნდა მოყვეს მთელი რიგი გადაწყვეტილებების თვალსაზრისით, იმიტომ რომ ადამიანები რომლებიც გამოიძახებენ სპეცნაზს და ეს მისი ფუნქცია არ იყო დღეს და სპეცნაზ დიდი მადლობა. დეუსპირები არ არიან მით უმეტეს რომ ამ ეს მიმართულება მიყავთ ისეთ ადამიანებს რა გიკვით მეტი